სისხლის სამართლის სისტემის კორუფციისაგან თავისუფლებით საქართველოს ევროპის საუკეთესო 20-ში ყველაზე მაღალი კორუფციით მოლდოვა, ალბანეთი და უკრაინა გამოირჩევიან. კანონის უზენაესობის ინდექსი ევროკომისიამ გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის მიერ არის მომზადებული. მარიამ ბუღაძე გიამბობთ. ქვეყნის დემოკრატიის მთავარი საზომით კანონის უზენაესობით საქართველოს საერთაშორისო რეიტინგებში მაღალი მაჩვენებლით არის წარმოდგენილი. აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ქვეყანამ პირველი ადგილი დაიკავა. საქართველოს პროგრესის ამსახველი დოკუმენტი ევროკომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა, რაც ერთი მხრივ ხაზს უსვამს საქართველოს მზარდ წარმატებას და მეორე მხრივ სიცრუეში ამხელს ყველა იმ ევრობიუროკრატს, რომელიც საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაზე ლაპარაკობს. სადაც ობიექტურ გარემოებებს, ფაქტებს, არგუმენტებს ეფუძნება შეფასებები, ყველგან გვაქვს მოწინავე პოზიციები. ამისგან განსხვავდება ხოლმე უხეში პოლიტიკურად მოტივირებული განცხადებები, რასაც აკეთებენ ხოლმე პოლიტიკოსები და კონკრეტული ბიუროკრატები. ეს არის სტანდარტული შემთხვევები, რასაც ხშირად ხედავთ და ეს არის ორმაგი სტანდარტი, რასაც აჩვენებს ევროკავშირის ბიუროკრატია. საქართველოს ლიდერ ქვეყნებს შორის მოხვდა სისხლის სამართლის სისტემის კორუფციისგან თავისუფლების მსოფლიო რეიტინგშიც. შეფასების 100%-იანი სისტემით ქვეყანამ 70% მიიღო და ევროპაში ლატვიასთან და ლიეტუვასთან ერთად თანაბარი შეფასებით მე-20 ადგილი დაიკავა. მსოფლიოს მასშტაბით კი 51 ადგილზე მოხვდა. საქართველოს უსწრებს ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას ევროკავშირისა და ნატოს წევრ 12 სახელმწიფოს, მათ შორის ხორვატიას, სლოვენიას, სლოვაკეთს, საბერძნეთს, კვიპროსს, რუმინეთს, უნგრეთს, ბულგარეთს, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიას, თურქეთსა და ალბანეთს. ის მაჩვენებელი, რაც სწორედ ევროკომისიამ გამოაქვეყნა და ეფუძნება ძალიან ობიექტურ ინდიკატორების შეფასებას, ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში სამართალდამცავი უწყება დაცულია ამ მავნე სენისაგან, როგორც არის კორუფცია. ევროკომისიამ კვლევის ფარგლებში შეისწავლა, რამდენად თავისუფლები არიან პოლიციელები, პროკურორები და მოსამართლეები მექრთა მეობისგან. შედეგი, რომელსაც საქართველო მიაღწია, ადასტურებს, რომ ქვეყანაში ინსტიტუტები გამართულად მუშაობს. ამ ფონზე კიდევ უფრო მკაფიოდ გამოიკვეთა, რომ ევროკავშირის კონკრეტული წარმომადგენლების მხრიდან საქართველოზე მიზანმიმართული თავდასხმა უსაფუძვლოა. ეს ბუნებრივია მეტყველებს სხვადასხვა გარემოებაზე, რომ ერთი მცდელობა აქვთ, რომ გავლენა მოახდინონ, პოლიტიკური გავლენა და ზეწოლა მოახდინონ ჩვენ ქვეყანაზე, რადიკალურ ჯგუფებს დამატებითი მუხტი შემატონ. ევრობიუროკრატიის ნაწილი და პოლიტიკოსთა ნაწილი არის ჯერ კიდევ, ასე ვთქვათ, ომის ნარატივში ჩარჩენილი და უკიდურესად ლიბერალური მემარცხენე იდეოლოგიის ნარატივში. ამიტომ ეს ორი შეუსაბამობო თვალსაჩინო ხდება ხოლმე. რეფორმები, რომელიც ძალოვანი უწყებების ახალი ხელმძღვანელების პირობებში განხორციელდა, სამართალდამცავი სისტემის მუშაობას უფრო ეფექტიანს და გამჭვირვალეს ხდის. მიღწეული შედეგები კი ადასტურებს, რომ სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობა მაღალია.